მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი არის ამერიკის შეერთებული შტატებისადმი უფრო ზუსტად იმ სატარიფო ომისადმი ჭყალებში, რომელიც წამოიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მან უკვე განაცხადა, რომ 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაუკავშირდა იმისთვის, რომ მოილაპარაკონ შტატებთან, თუმცა მე ამჯერად მინდა ყურადღება უფრო აღმოსავლეთით გადმოვიტანო, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის დიდად გაცხოველებული ვაჭრობა არ არის. აღმოსავლეთ ნაწილში კი დედამიწის საინტერესო რამ მოხდა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში საკმაოდ სამარყანდში, კერძოდ გაიმართა ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტი, ამ სამიტს უწოდეს პირველი სამიტი, თუმცა მანამდეც გამართულა ამ ფორმატით შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრას დაარქვეს პირველი და განხილეს საკითხები ევროკავშირსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ და რასაც გამოეხმაურა სხვადასხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სწორედ ამ გამოხმაურებაზე მინდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან. პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დიპლომატი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახე დრო და მოვბრძანდით და ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ძალიან უსამართლო იყო, რომ არ იყო ნახსენები საქართველო, იყო ნახსენები მხოლოდ აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რატომ არ გვიმჩნევს ევროკავშირი? ხა მე არ მგონია მან არ იცოდეს, მათ არ იცოდნენ, რომ საქართველო აუცილებელია როგორც ტერიტორია ყოველ შემთხვევაში და ასევე ილჰამ ალიევმა გამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე და უცხო ძალების არჩარების აუცილებლობაზე. მე არ ვიცი ამ უცხო ძალებში გულისხმობთ რა თურქეთიც, სამხრეთ კავკასიიდან ამაზეც ვისაუბროთ და რატომ არ გვიმჩნევს ჩვენ ევროკავშირი, ეს აქცენტი მინდა გავაკეთო. მოწონს ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატია, ევროკავშირის ბიუროკრატიას და ევროკავშირის ლიდერებს თუ როგორ არის შესაძლებელი მათი მიზნების განხორციელება ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით საქართველოს გარეშე და ასევე ილჰამ ალიევის მოტივებზეც, რომელიც ძალიან ლოგიკურადაც იქცევა, გარდა იმისა, რომ მხარი დაგვიჭირა, მას არ უნდა ალბათ ზედმეტად იყოს დამოკიდებული თურქეთზე და არც ევროკავშირს, რომ რუსეთისგან გვერდისავლით მხოლოდ თურქეთის საშუალებით გქონდეს რაიმეს მიღების საშუალება.